ახლა რა შვებით? ოპოზიციის ნაწილმა სცადა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ხოლო ნაწილმა არჩევნებზე მიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა, შედეგის მიღწევა ვერც ერთმა შეძლო. ზოგადად, ოპოზიციის შეცდომებზე საუბარი მნიშვნელოვანი მგონია. იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა თუ პრობლემის მოგვარება სწორედ სწორი დიაგნოზის დასმით იწყება. თუ ჩვენ არ ვიქნებით კრიტიკულები ჩვენი თავის მიმართ და არ ვისწავლეთ შეცდომებზე, მაშინ ვერაზროს სწავლთ წინ. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ უკვე მნიშვნელოვანია ერთმანეთის კრიტიკიდან გადავიდეთ საქმეზე. მაშასე, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ქართული ხალხის იმ ნაწილმა, რომელსაც არ მოგწონს ის, რომ ქვეყანას მართავს ერთი სოციოპატი ოლიგარქი და რომელსაც გსურთ ცხოვრება არა სუსტ, ღარიბ და ავტორიტარულ სახელმწიფოში, არამედ ძლიერ განვითარებულ და თავისუფალ ქვეყანაში. ჩემი აზრით, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის. ამ ეტაპზე კი, ჩემი აზრით, ეს მიზანი უნდა იყოს ძლიერი, ალტერნატიული და ხალხის მხარდამჭერის მქონე პოლიტიკური ძალის შექმნა. აქ ალბათ ზოგიერთი თქვენგანი იტყვით, რომ არაერთი პოლიტიკური პარტია თუ მოძრაობა შექმნილა, თუმცა ვერც ერთმა მოახერხა წარმატების მიღწევა. მაშინ რითი უნდა იყოს განსხვავებული ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა? გეტყვით, ის არ უნდა შევქმნა მე, დათომ, ზეზვამ თუ მზიამ. ის უნდა შევქმნა ჩვენ, ქართველმა ხალხმა. და ეს არ არის უბრალოდ ტრაფარეტული სიტყვები. იმიტომ რომ ჩვენ წარმატების მიღწევის შანსი მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ ჩვენ შევძლებთ შინაარსით და რეალურად ეროვნული და სახალხო პოლიტიკური მოძრაობის შექმნას, რომელსაც აიყვება არა რაღაც თვითგამოცხადებული ლიდერები თუ პოლიტიკოსები, არამედ ხალხის მიერ არჩეული. ამავე დროს მესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება მენეჯმენტი და ორგანიზება. და სწორედ ამ მიზნით გავერთიანდით სექტემბერში Facebook ჯგუფ აირჩიეში ჩატარებული პრაიმერის რამდენიმე მონაწილე. ჩვენ გვინდა რომ მოვამზადოთ ფუნდამენტი. შევქმნათ პლატფორმა, რომელიც გზას გაუხსნის ახალ ადამიანებს, ახალ იდეებს და რაც მთავარია, ჩართავს ხალხს ამ პროცესში. და ამ ყველაფერს ჩვენ ბუნებრივია ვერ შევძლებთ თქვენი ქართველი ხალხის მონაწილეობისა და დახმარების გარეშე. ასე რომ თუ გსურთ იყოთ ამ ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილე ნებისმიერი ფორმით, გთხოვთ რომ შეგვეხმიანოთ, მოგწეროთ, დაგვირეკოთ ან თუნდაც დაგვიმესიჯოთ. ძალა ერთობაშია.